დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ასევე მიმართა იუსტიციის მინისტრს და ასევე სახალხო დამცველს. მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო. მზია ამაღლობელი უკვე თითქმის 11 თვეზე მეტია იმყოფება საჭირო აღსრულების დაწესებულებაში. მის თვალთან დაკავშირებით, მხედველობასთან დაკავშირებით, ციხეში ყოფნამდე მდგომარეობა იყო სტაბილური, იქიდან გამომდინარე, რომ ის პერიოდულად იკეთებდა ყოველთვის გამოკვლევებს და თვალთან დაკავშირებულ პრობლემას ამ ფორმით აგვარებდა, ასტაბილურებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის მოთხოვს საჭირო აღსრულების დაწესებულებაში, უკანონო პატიმრობის გამო და ახლა უკანონო სასჯელის გამო, რომელიც მას შეუფარდა პირველი ინსტანციის და უკვე სააპელაციო სასამართლოებმაც, მზია ამაღლობელი ვერ ახერხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმ პროცედურების ჩატარებას, რომელიც აუცილებელია მისი მხედველობის შესანარჩუნებლად, მონაცემებით, რომ საზოგადოებისთვის იყოს თვალნათელი, როდესაც მზია მოათავსეს ციხეში, მაშინ მისი ერთ-ერთ თვალთან დაკავშირებით მისი მხედველობა შესაძლებელი იყო სათვალით 90%-მდე გაზრდილიყო, ახლა ეს მაჩვენებელი 10%-ზე ოდნავ მეტია. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი აი ამ დროის განმავლობაში ძალიან რადიკალურად გაუარესდა მზია ამაღლობელის მხედველობა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატების მხრიდან ეს საკითხი მუდმივად არის დაყენებული და ითხოვენ შესაბამის პროცედურების ჩატარებას, გამოკვლევების ჩატარებას, მზია ამაღლობელს არ უტარდება ის სრულყოფილი კვლევები, რომელიც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად მხედველობის შესანარჩუნებლად. მზია ამაღლობელს ახლა არა მარტო თავისუფლება აქვს წართმეული, მას ასევე ერთმევა უფლება, რომ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჩაიტაროს ყველა ის კვლევა, რომელიც აუცილებელია მხედველობის შესანარჩუნებლად იმ მოცემულობით, რაც დღეისთვის აქვს. ამიტომ აუცილებელი არის, რომ იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ორივე თვალთან დაკავშირებით მზია ამაღლობელის იმ კლინიკაში გადაყვანა, სადაც შესაბამისი ტექნიკა არსებობს, რომ მზია ამაღლობელის დიაგნოზიდან გამომდინარე, თვალთან დაკავშირებულ დიაგნოზი მაქვს მხედველობაში, ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები და მხოლოდ აი ამ გამოკვლევების შემდგომ დაიგეგმოს შემდგომი მკურნალობის სტრატეგია, იმიტომ რომ მზია ამაღლობელს სჭირდება სრულყოფილი ინფორმაცია, რა პროცედურები შეიძლება ჩატარდეს თვალთან დაკავშირებით, რა იქნება მისი შედეგები, არ ჩატარების შემთხვევაში ეს რაც გამოიწვევს და ასე შემდეგ. ან ნებისმიერი ადამიანი, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმ შესაძლო პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება რომ დაიგეგმოს. ასეთი უფლებით მზია ამ დროისთვის ვერ სარგებლობს და ჩვენი მიმართვა სწორედ აი ამ საკითხის ხაზგასმას ეხება, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამის კლინიკაში გადაყვანა მზიასი იმისთვის, რომ ეს კვლევები ჩატარდეს, კვლევებისთვის გამოკვლევების ჩატარება იგულისხმება აქ და გამოკვლევების შესაბამისად მოხდეს შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. ჩვენ ასევე სახალხო დამცველს მივმართეთ და წარუდგინეთ მთელი ამ დროის განმავლობაში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ფორმაციები და ის დინამიკა, რომელშიც ჩანს, როგორ გაუარესდა მთელი აი ამ დროის განმავლობაში მზია ამაღლობელის მხედველობა და სახალხო დამცველს მოუწოდეთ, რომ მან განახორციელოს აი ამ პროცესის მონიტორინგი, რამდენად სრულყოფილად ხორციელდება მზია ამაღლობელის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის კუთხით საჭირო აღსრულების დაწესებულებაში და საჭიროების შემთხვევაში მან დაიხმაროს ასევე სპეციალისტები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მხედველობასთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩაერთონ ამ პროცესში და მისცენ სახალხო დამცველს მათ შორის რეკომენდაციები, რა შეიძლება იყოს ის შეფასება, რომელიც ასეთ დროს შეიძლება გააკეთოს სახალხო დამცველმა მის მანდატთან შესაბამისობაში. ეს არის ის ელემენტარული რამ, რაც აუცილებელია, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გადაიდგას დაუყოვნებლივ. ჩვენ მოუწოდებთ, როგორც იუსტიციის მინისტრს, ასევე სახალხო დამცველს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთონ ამ პროცესში და განახორციელონ გადადგანის ნაბიჯები, რაც აუცილებელია მზია ამაღლობელის მხედველობის შესანარჩუნებლად.